How are you? Good afternoon. How are you? See you. Welcome to the... Thank you. It's really good to be back in Georgia. When we were traveling to the United States, it really feels like, as you mentioned during your remarks at the conference, and the strategic partnership. States, we have a lot of allies around the world, a lot of friends, but support the work we do together reliably. As you know, we are committed to continue our unwavering support to the global peace and security. Our participation there until the end of the mission, until the end of this year, and from the beginning of the next year, we are privileged to host you here. It's an honor and pleasure. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმები. ასევე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს გეგმებზე, ISAF-თან მიმართებაში და იმ კონტრიბუციაზე, რომელიც საქართველოსში აქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ასევე განვიხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წვლილი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საქმეში. ბატონ ვებერს გავაცანით თავდაცვის სამინისტროში არსებული გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთი მნიშვნელოვანი ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება CBRN-ის უსაფრთხოებაზე სპეციალიზირებული. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს შესაძლებლობა ნატოსთან თავსებადობის სრული დაცვით და ამ ქვედანაყოფს უახლოეს პერიოდში ექნება სრული შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს ოპერირება ალიანსის ძალებთან. We've had a very constructive meeting. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. განსაზღვრეთ სამმაო თანამშრომლობის მიმართულებებიც. რათა ორ ქვეყანას შორის არსებული ურყევი და შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს. რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი სწრაფვას. ვისაუბრეთ სტიქიური უბედურებებისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეებისთვის მზადყოფნის შესახებ. თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისებზე რეაგირება, იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღი, ტერორიზმის თუ სტიქიური უბედურება. პრეზიდენტ ობამას და თავდაცვის მდივნის ჰეგელის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის პატივია საქართველოში ვიზიტი და თავდაცვის სამინისტროში დიდი ხნის პარტნიორებთან შეხვედრა.